ქრისტე აღდგა, მეგობრებო. ჭეშმარიტად აღდგა. დღეს ჩვენი რწმენის, ჩვენი იმედის კულმინაციას ვზეიმობთ. ჩვენი უფლის, ჩვენი ბატონის, ჩვენი მეგობრის, ჩვენი უფროსი ძმის, ჩვენი ღმერთის აღდგომას ვზეიმობთ. მკვდრეთით აღდგომას, მის გამარჯვებას სიკვდილზე, რაც არის დასტური იმისა, რომ ახალი ეპოქა დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. გუშინ წუხელ ვიზეიმეთ ეკლესიურად, სტუმრებიც ყავდა, იყო საგალობლები, იყო საზეიმო სიტყვა, ჩახუტება, გამხნევება ერთმანეთის. დღეს გრძელდება ზეიმი სხვადასხვა ეკლესიაში, სხვადასხვა ადგილებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე პასტორებსაც ვთხოვე, ვინც თქვენ გიცნობთ და ვინც არ გიცნობთ, საბჭოში ვინც არიან, რომ მოსალოცე სიტყვა ჩაწერონ და ვიცი, რომ პასტორმა ჯონიმ აი ამ წუთას შემოვიდა მისი მოსალოცი გზავნილი და დანარჩენებიც ვისაც მოუხერხდება ალბათ გამოგზავნიან. ცოტა დაკავებული დღე არის, სტუმრიანობა, მისვლა-მოსვლა და მეც გადავწყვიტე იმის გამო, რომ ჩვენს ქალაქგარეთ გვიწევს გასვლა ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, სტუმრებთან ერთად. გვინდა ჩვენც რომ ეს საოჯახო დღესასწაული, ჩვენი ყველაზე უმთავრესი დღესასწაული, ასე ვთქვათ, აღნიშნოთ ოჯახის წევრებთან ერთად, ისევე როგორც თქვენც აღნიშნავთ ერთად. გადავწყვიტე რომ აი ახლა დილით აი ამ ნალოცზე ჩაგიწეროთ ეს სააღდგომო ეპისტოლე, ასე ვთქვათ, შემოუერთდეთ თქვენს სიხარულს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენს გულში ხართ, ბრუკლინელებო, ჩვენო სისხლო და ხორცო, არ არის ჩვენი სიხარული სრულყოფილი თქვენს გარეშე. ვინც გიცნობთ, ვინც გემსახურებით, ვისაც მიგვაჩნი ხართ ჩვენს ოჯახად, ყველას გულში ვყავხართ. და მინდა აი პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმას, სანამ უშუალოდ ქადაგება შეუდგებოდე, რომ მოციქულები და ქრისტეს მოწაფეები ძალიან დიდ ხანს ვერ ხვდებოდნენ, რომ იესო ქრისტე უნდა ჯვარცმულიყო და უნდა აღმდგარიყო მკვდრეთით. წმინდა წერილში არის უამრავი ადგილები და თქვენ ყველა კითხულობთ ბიბლიას ძირითადად და აღარ დავიწყებ სხვადასხვა ადგილების მოყვანას, მაგრამ წერია, რომ იქ როდესაც იესო ქრისტე თავის სიკვდილზე და აღდგომაზე ლაპარაკობდა, წერია, რომ ისინი ვერ მიხვდნენ ამას, ვინაიდან ეს მათგან დაფარული იყო. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, რა უნდა იყოს ქრისტიანობა, თუ მიყვები ქრისტეს, თუ გწამს მისი თანამოაზრე ხარ, თანამებრძოლი ხარ და ყველაზე მთავარს ვერ ხვდები, რომ იესო ქრისტე უნდა მოკვდეს და შემდეგ უნდა აღდგეს, უნდა გაცოცხლდეს. შემდეგ უნდა დაიწყოს მისი უმთავრესი მისია აღდგომის შემდეგ. სიცოცხლე მარადიული, რომ ეს ყველაფერი დროებითია, რასაც ის აქ დედამიწაზე აკეთებს. და ჩვენ ამას კიდევ მიუბრუნდებით, რომ ჩვენც მისი თანამსახურნი, თანამებრძოლნი, აი ამ დროებით მისიაში ვართ ჩართულნი. ამას თუ ვერ ხვდები, კაცი, მაშინ რა უნდა იყოს საფუძველი ჩვენი რწმენის? გამოდის, რომ მხოლოდ ამ დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში უნდა გქონდეს მისი იმედი. თუ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ იესო ქრისტე უნდა მომკვდარიყო, აღმდგარიყო, რომ აი ახლა აი მოციქულების ადგილას დავიყენოთ ჩვენი თავი, აი ახლა მასთან ერთად დავდივართ, სასწაულებს ვახდენთ, ეშმაკებს ვდევნით, რაღაცა ოცნებები გვაქვს და იმას ვერ ხვდებით, რომ ჩვენ უნდა დავიხოცოთ ქრისტესთან ერთად, უნდა აღუდგეთ, ისიც უნდა მოკვდეს, უნდა აღდგეს და შემდეგ იწყება ის უმთავრესი მისია, ის მეფობა, რომლისთვისაც იესო ქრისტე, რომლის აღსადგენათაც იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე. რა გამოდის, რომ ჩვენ იესო ქრისტეს მხოლოდ ამ ქვეყანაზე არსებული საქმეებისთვის და საზრუნავისთვის ვენდობით, მეგობრებო? იცით, მოციქული პავლე პირდაპირ ეხება კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-15 თავში აი ამ გამოწვევას და ამბობს მე-19 მუხლში, და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ. უბადრუკი მინდოდა და მემატებინა, მაგრამ მუხლში ასე არ წერია, მეგობრებო. დიახ, თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვართ. რატომ ვართ ყველა ადამიანზე საცოდავნი? იმიტომ რომ
მისადგომი გვაქვს მარადიულ სიცოცხლესთან. მისადგომი გვაქვს სიცოცხლესთან, რომელიც დაუსრულებელი უნდა იყოს. სრულფასოვანი, სრულყოფილი, სიხარულით სავსე სიცოცხლე. მეფობაში ქრისტესთან ერთად, ღმერთთან ერთად აი აგერ არის ხელშესახებია ჩვენთვის და ვერ ჩავწვდით. და მხოლოდ აი აქ რაღაცა განკურნებისთვის, რაღაცა კარიერისთვის, ვიღაცის დარწმუნებისთვის გვეიმედება იესო ქრისტე. იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრება იყოს წარმატებული. ეს იცით რაზე მეტყველებს რომ ჩვენ მეგობრებო ხშირად შეიძლება ახლაც კი აცდენილები ვიყოთ უმთავრეს იდეასა და მიზანს. თუ კი მაშინ მოციქულები, რომლებიც პირადად იცნობდნენ იესო ქრისტეს, ვერ ჩაწვდნენ უმთავრეს ჭეშმარიტებას. რაღაც გარკვეულ დრომდე, რა თქმა უნდა, რომ იესო ქრისტე უნდა მომკვდარიყო და აღმდგარიყო, განა ახლა ეს საშიშროება არ შეიძლება იდგეს მორწმუნეთა ცხოვრებაში. აბა დააკვირდით, მეგობრებო, დაუკვირდეთ ჩვენს გულებს, რამდენად მკაფიოდ ვუყურებთ მარადისობას, რამდენი პროცენტი უკავია ჩვენს ცხოვრებაში ზეციურზე ფიქრს, ზეცაში ცხოვრებაში ზეცაში ცხოვრებაზე გეგმებს, რამდენად ველაპარაკებით აღდგომის შემდეგ სიცოცხლეზე, გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეზე ადამიანებს, როდესაც ქრისტეს ვქადაგებთ. ხომ არა ვართ ჩვენს მოციქულები ვით, ჩაციკლულები, კონცენტრირებულები უფრო იმაზე, რომ ქრისტეს ყოვლის შემძლეობა აი აქ ამ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. თუნდაც სხვა ადამიანების გასანათლებლად, მაინც და მაინც ეგოისტურად რო არ ვიზრუნოთ და ვიფიქროთ. თუნდაც ეგოისტური მიზნებისთვის ვიყოთ განკურნებული, ვიყოთ წარმატებულნი, ვიყოთ ბედნიერები. ხომ არ ვქადაგებთ ბედნიერებას იესო ქრისტეს სახელით, ნაცვლად იმისა, რომ ვიქადაგოთ მარადისობა იესო ქრისტეს სახელით. იმიტომ რომ ეს მონაკვეთი ჩვენთვის დაიწერა, მეგობრებო. ეს არ დაწერილა მოციქულთათვის, ეს დაიწერა მორწმუნეთათვის კორინთოში და მათ შორის ჩვენთვისაც. იმიტომ რომ მოციქული პავლე ამბობს, თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, მაშინ ყველაზე საცოდავნი ვართო. ეს იმას ნიშნავს, რომ მორწმუნეები შეიძლება იყვნენ ყველაზე საცოდავები, თუ ქრისტეს იმედი მხოლოდ ამ ცხოვრებაში აქვთ. არა ძმაო, ჩვენ გვჯერა რომ ქრისტე აღდგა მარადიული სიცოცხლე, ხო, მაგრამ რამდენად აჩვენებს ჩვენი ცხოვრება ამას, მეგობრებო? რამდენად ვცხოვრობთ მარადისობასთან შეხვედრის სამზაზიცით? რამდენად ვემსახურებით ქრისტეს მარადიულ მიზანს და არა ჩვენს ამქვეყნიურ გეგმებს? რამდენად ვართ მზად, რომ ყველაფერი რაც კი ინტერესთა კონფლიქტში შედის, მარადიულ ღირებულებებთან დავთმოთ, უყოყმანოთ? ეს ის კითხვებია, რომელსაც პასუხი ყველა ჩვენგანმა ინდივიდუალურად უნდა გავცეთ. ამაზე ჯგუფური პასუხი არ არსებობს, მეგობრებო. მოციქულები ჯვარცმის შემდეგ დათრგუნულები იყვნენ. იმიტომ რომ მათი იმედები ამ ქვეყანაზე ქრისტეს მსახურებასთან დაკავშირებით გაფუჭდა, გაცრუვდა. მაგრამ იესო ქრისტეს აღდგომამ ყველაფერი შეცვალა. იესო ქრისტეს აღდგომა იყო გზავნილი ჭეშმარიტების, რომ სამარის კართან ყველაფერი არ სრულდება, რომ სინამდვილეში მერე იწყება ყველაფერი. სინამდვილეში მერე ხდება მაღლიდან შობა, მერე ხდება წმინდა სულის მიღება, სულის აღორძინება, მერე ხდება სულიწმიდით ნათლობა, მერე ხდება აი ამ ძალაუფლების იურიდიულად გამართული ფორმით გადმოცემა. მთელი ძალაუფლების ზეცაში, დედამიწაზე, ქვესკნელში, მერე ხდება იმ მისიის დასაწყისი, როდესაც იესო ქრისტე აღდგება ყდრეთით და მოციქულებმა სულ ახალი შთაგონება მიიღეს. მოციქულებმა დაინახეს, რომ
იესო ქრისტე აღდგა და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი ყოფილა, რომ იესო ქრისტეს გარდაცვალება ეს ყოფილა აუცილებლობა და მისი აღდგომა ყოფილა მხოლოდ დასაწყისი. დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება ეს ერთგვარი სამზადისია. ეს ერთგვარი სამზადისია იმისთვის, რასაც ჩვენი ზეციერი მამიკო აპირებს, რომ მოახდინოს ამ დედამიწაზე და მთელ სამყაროში. კორინთელთა მიმართ იგივე მე-15 თავში მოციქული პავლე ამბობს, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგა რა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც. ანუ ამით რაზე ამახვილებს ყურადღებას მოციქული პავლე, იცით? რაზეც არ უნდა ვქადაგებდეთ, მეგობრებო. ცენტრალური აზრი უნდა იყოს ქრისტეს აღდგომა. უმთავრესი დატვირთვა უნდა გავაკეთოთ ქრისტეს აღდგომაზე. თუ ჩვენ ვქადაგებთ რწმენას, რომლის ცენტრალური აზრიც ქრისტეს აღდგომა, ანუ გაცოცხლება, ანუ სიკვდილის მერე სიცოცხლე არ არის, ფუჭია ეს ყველაფერი. აზრი არ აქვს იმის ქადაგებას, რომ ჩვენ მორალური სიწმინდე უნდა შევინახოთ, აზრი არ აქვს იმის ქადაგებას, რომ ვიღაცამ სიგარეტს თავი უნდა დაანებოს, რომ სარეცელი შეუბილწავი უნდა შეინახოს, რომ ვიღაცამ ვიღაცას უნდა აპატიოს, რომ ცოდვები მოინანიოს. არანაირი აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, თუ ეს ყველაფერი არ ხდება იმისთვის, რომ ჩვენი აქცენტი იყოს გადატანილი ფიზიკური სიკვდილის შემდეგ მარადიულ სიცოცხლეზე, აღდგომასა და მარადიულ სიცოცხლეზე. სულიწმინდას არ შეუძლია გააცოცხლოს ჩვენი ქადაგებები, მეგობრებო. ეს ჩანს აი ამ მუხლიდან, პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. სულიწმინდას არ შეუძლია სხოს ძალა ქადაგებებს, რომლის მთავარი ეპიცენტრიც არ არის იესო ქრისტეს აღდგომა. სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. მარადიული სიცოცხლე. ჩვენ ადამიანებს არ ვპირდებით წარმატებას კარიერაში. არ ვპირდებით მშვიდობას ოჯახში, სიხარულს, არ ვპირდებით განკურნებას. თუმცა ეს ყველაფერი არის ნაყოფები იმისა, როდესაც ჩვენ ვირწმუნებთ იესო ქრისტეს, მის პრეთით აღდგომას, მის უმთავრეს მისიას, რომ მან მარადიულ წესრიგში უნდა მოიყვანოს ეს სამყარო. ეს ყველაფერი თანს დევს და შეგვემატება განკურნებაც, განთავისუფლებაც, დემონებზე გამარჯვებაც, შესაძლოა კარიერული წინსვლაც, შესაძლოა ფინანსური უზრუნველყოფაც, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სამიზნე, ეს არის გვერდითი მოვლენები ქრისტეს რწმენის, მაგრამ უმთავრესი სამიზნე ჩვენი რწმენის არის ის, რომ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ და როდესაც ადამიანებს ველაპარაკებით ჩვენ, სულიწმინდა ხდება ჩვენი თანამშრომელი მაშინ, როდესაც კითხვას ვუსვამთ ადამიანს, სად მიდიხარ სიკვდილის შემდეგ? ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში. რას აპირებს სიკვდილის შემდეგ? გწამს კი რომ სიკვდილის შემდეგ არსებობს სიცოცხლე, იცი? ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ღმერთი ყოველთა ზედა მოვიდა ადამიანის სხეულში და მოკვდა იგი და თავისი აღდგომით დაამტკიცა რომ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. და ის მასთან ერთად გაგვაცოცხლებს ყველას, ვინც მასთან ერთად თანადავი ხოცენით. ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი, ვინც ვირწმუნებთ, მოვინანიებთ, მივიღებთ მას პირად მაცოცხლებელ უფლად, პირად მხსნელად, მასთან ერთად დავენერგებით სიკვდილს, მასთან ერთად დავენერგებით აღდგომას და ვიმეფებთ და ვიცოცხლებთ მასთან ერთად საუკუნოდ. თუ ეს იქნება ცენტრალური გზავნილი ჩვენი ქადაგების, ეს ის მახარებლობა იქნება, სადაც სულიწმინდას არ გაუჭირდება ჩვენი შეიძლება ძალიან უბრალო სიტყვების გაცოცხლება ადამიანთა გულებში. სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. აქცენტი უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო, სიცოცხლეზე სიკვდილის შემდეგ. მოდით ცოტა უფრო მეტი მუხლები წავიკითხოთ აი ამ მე-15 თავიდან პირველი კორინთელთა წერილის. ღმერთის ცრუ მორწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია. თუ ამას არ ვქადაგებთო, რომ არსებობსო აღდგომა და მარადიული სიცოცხლე. მაშინ რა აზრია ქრისტეს აღდგომაზე საუბარს? ქრისტეს აღდგომაზე ხომ იმიტომ უნდა ვსაუბრობდეთ, რომ ხას ვუსვამდეთ
მარადიულ სიცოცხლეს. მაშინ თუ ღმერთმა არ აღადგინა ქრისტე, არც მკვდრები აღდგებიან, რადგან თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში დადიხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს. ხედავთ მეგობრებო, ყველაფერი აღდგომას უკავშირდება. თუ ქრისტე არ აღსდგა, ჩვენც არ აღდგებით. არ არსებობს აღდგომა. თუ აღდგომა არ არსებობს, ქრისტე არ აღმდგარა. თუ ქრისტე არ აღმდგარა, ცოდვების პატიება არ ხდება. თუ ცოდვების პატიება არ არის, ისინი, ვინც ქრისტეს მორწმუნეები იყვნენ და დაიხოცნენ, არც მათ ეპატიათ, არაფერს აზრი არ აქვს. კულმინაცია არის ქრისტეს აღდგომა, მეგობრებო. იცით, როდესაც მოციქულები ამას მიხვდნენ, როდესაც მოციქულები მიხვდნენ, რომ მთავარი გზავნილი იესო ქრისტესი იყო სიკვდილზე გამარჯვება, რომ მთავარი გზავნილი იესო ქრისტესი იყო მარადიული სიცოცხლე, მარადიული მეფობა ღმერთთან ერთად, ყველაფერი ამ ქვეყნიური მათთვის გაფერგფთალდა. ყველაფერი, რასაც მანამდე გეგმავდნენ, რისთვისაც ცხოვრობდნენ, ყველაფერი დაიჩრდილა. ამიტომ იყო, რომ ისინი მიხვდნენ რაღაც ისეთს, რისი გულისთვისაც მათ სიკვდილის აღარ ეშინოდათ. მათ მიიღეს რაღაცა ისეთი მიზანი, რომელი მიზნისთვისაც ყველა სხვა მიზნის მიტოვება აღარ გაუჭირდათ. ამიტომ იყო, რომ ბევრი მათგანი გმირულად შეხვდა სიკვდილს ქრისტესთვის. ბევრი მათგანი გმირულად შეხვდა ცეცხლზე, კოცონზე დაწვასაც კი ზოგს ტყავი გააძრეს, ზოგს ლომების ხაროში ყრიდნენ, მაგრამ იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ აი ამ აღმატებულ სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ, მათ აღარ უჭირდათ აი ამ ქვეყნიურის მიტოვებას, თუნდაც ეს ყოფილიყო მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეები. განა იესო ქრისტემ არ თქვა, რა სარგებელია? ყველაფერი შეიძინოს კაცმა ამ ქვეყანაზე თუ მარადიულ სიცოცხლეს დაკარგავს, თუ სულს დაკარგავს. მეორე ტიმოთეს წერილში, მეორე თავში 11-12 მუხლები ამბობს. სარწმუნოა სიტყვა, თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც, თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ კიდეც, თუ უარყოფთ, ისიც უარყოფს ჩვენ. ეს ისევ მოციქულ პავლეს სიტყვებია, მეგობრებო. მოციქული პავლე ამბობს, რომ სარწმუნოა ეს სიტყვები, რომ ჩვენ ვიმეფებთ მასთან ერთად. ამიტომ არაფერმა უნდა შეგვაშინოს, არაფერმა არ უნდა დაგვახევინოს უკან. ჩვენ მზად ვართ გავიღოთ მსხვერპლი, მაგრამ უნდა ვხედავდეთ აღმდგარი იესო ქრისტეს. მეგობრებო, გუშინაც ვამბობდი, წუხელ. თუ მართლა გვწამს, რომ იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ეს უნდა გამოიხატებოდეს უკვე დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იცით, ჩვენ ადამიანებს ეჭვი გვეპარებოდა ხოლმე, ახლა ვისაც ველაპარაკები, ვიცი რომ მორწმუნეები ხართ, ამიტომ გვეპარებოდა ხოლმე ღმერთის არსებობაში, იმაში რომ ქრისტე მართლა მოკვდა, მართლა აღდგა, მაგრამ იმ დღიდან, როდესაც ეს რწმენა გაცოცხლდა ჩვენს გულებში, განა ამან ბევრი რამისადმი დამოკიდებულება არ შეცვალა. განა ძალა არ მოყვა ამას, რომ აღარ შევცოდოთ. განა არ მოყვა ამას ძალა, რომ ვიმეფოთ, ვიბატონოთ ცოდვაზე, ვიბატონოთ საკუთარ ემოციებზე, საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ სურვილებზე, ამ ქვეყნიურ მიდრეკილებებზე. განა იმ მარადიული ცხოვრების სიდიადემ, იესო ქრისტეს მარადიულმა სიცოცხლემ, მკვდრეთით აღდგომამ და სიკვდილზე გამარჯვებამ ჩვენში არ მოახდინა რევოლუციური ცვლილებები? აი ამაზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, მეგობრებო. სახარება არ არის უბრალოდ აკრძალვა რაღაცის, არ უნდა მოწიო, არ უნდა დალიო, არ უნდა იმრუშო. ეს ყველაფერი მოყვება ნამდვილ რწმენას. თუ ადამიანი ირწმუნებს, რომ იესო ქრისტე მართლა მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის და აღსდგა მკვდრეთით, თუ მართლა ირწმუნებს ადამიანი ამას, ის იპოვნის წყაროს ძალისას, რომელიც მას შეაძლებინებს, რომ აღარ მოწიოს, აღარ ილოთოს, აღარ იმრუშოს, აპატიოს, ემსახუროს ადამიანებს, ემსახუროს მარადიულ მიზანს ამ ქვეყანაზე. ამინ, მეგობრებო. ნახეთ ისევ კორინთელთა მიმართ წერილს მინდა დაუბრუნდე. პირველი კორინთელთა წერილი
მე-15 თავი 20-28 მუხლები, მაგრამ ყუდრეთით აღდგა ქრისტე. განსვენებულთაგან პირველ ნაყოფი, რადგან როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ მოდის ყუდრეთით აღდგომაც. ეს იყო ღმერთის ჩანაფიქრი. ერთი კაცის შვილები ვიყავით ყველანი ხორციელად ადამისა, მეგობრებო, რადგან ის იყო პირველი ადამი, პირველი ძე ღმერთისა, რომლისგანაც ყველა ჩვენგანში სიკვდილი გადმოვიდა, რადგან მისგან ვიშვით, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ადამიანისგან არ იშვნენ, მეგობრებო, და მათ შორის ჩვენც ვართ ასეთი ადამიანები, ვინც არა მხოლოდ ადამიანისგან, არამედ ქრისტეს სულისაგან იშვა და აი ამ ქრისტემ, აი ამ იესუამ, მასიახმა, მეორე ადამმა მოიტანა სიკვდილზე გამარჯვება. და ღმერთის ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო. როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით ყველაში შემოვიდა სიკვდილი, ისე მეორე ადამიანის მეშვეობით, იმ ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით, უნდა შემოსულიყო ყველა მის მორწმუნეში სიცოცხლე, მეგობრებო. რადგან აი აქ წერია, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. თითოეული თავისი წესით, თავდაპირველად პირმშო ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი, მისი მოსვლისას, როცა ის მოვა. ჩვენ ქრისტეში გარდაცვლილები აღვდგებით. თესალონიკელთა მიმართ წერილში წერია, ხო? თუ ცოცხლები ვიქნებით, ღრუბლებში ატაცებულნი შევეგებებით ჩვენ სუფალს. თუ გარდაცვლილი ვიქნებით, აღვდგებით ჩვენ და ისე შევეგებებით ჩვენ სუფალს. ქრისტესნი მისი მოსვლისას. მერე დადგება აღსასრული. როცა მეფობას გადასცემს სუფალსა და მამას, მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყველა მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას, ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს. ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განკარდება, სიკვდილია. იმიტომ რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა, მეთქი ცხადია იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში. მეგობრებო, მეორე ადამი, იესო ქრისტე მოვიდა იმისთვის, რომ ყველა მთავრობა, ყველა ძალაუფლება, ყოველი დემონური ძალა, ყოველი ადამიანური ხელისუფლება ამ დედამიწაზე, ამ სამყაროში დაუმორჩილოს ღმერთს. აღადგინოს წესრიგი, რომელიც ერთ დროს დაირღვა პირველი ადამის მიერ. აღადგინოს წესრიგი, რომელიც დარღვეულია ამ სამყაროში. გააქარვოს ყველა მტერი. და ვხედავთ, რომ ჯერ უკანასკნელი მტერი ბოლომდე არ არის დამარცხებული, რადგან სიკვდილი ჯერ კიდევ ბატონობს ადამიანებზე, ფიზიკური სიკვდილი ადამიანებზე ამ დედამიწაზე, მაგრამ უკანასკნელ მტერსაც, როდესაც გაანადგურებს, როდესაც დაამარცხებს ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, მაშინ ეს ძე გადასცემს ღმერთს მთელ აი ამ ძალაუფლებას, რათა ღმერთი იყოს ყველგან ყველაფერში. ამას ზოგიერთები არასწორად ინტერპრეტირებენ. მას არ ყოფილაო იესო ქრისტე ღმერთი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო ქრისტეს ორი ბუნება აქვს. ადამიანური ბუნება და ღვთიური ბუნება. იესო ქრისტე ჯვარზე აღესრულა, როგორც ადამი, რათა ადამიანები გამოვესყიდეთ. მაგრამ ის ასევე არის ძე ღმერთი. და მამის მეფობა მის მეფობასაც ნიშნავს. უფრო მეტიც, მეგობრებო, ის ვინც ქრისტეში აღვდექით, ჩვენც ვიმეფებთ მამასთან ერთად. ეს ჰარმონია სრულიად იქნება აღდგენილი. მამა იქნება ყოველივეში, ყოველივე, მაგრამ ჩვენ მამაში ვიქნებით, რადგან ქრისტეში ვართ. ქრისტე მამაშია, მამა ქრისტეშია, ქრისტე ჩვენშია და ჩვენც ვიმეფებთ მასთან ერთად საუკუნოდ. ეს არის აღდგომის ყველაზე დიადი აღთქმა. სიკვდილი არის ამ დედამიწაზე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამარცხებულა, თუმცა იესომ უკვე გაიმარჯვა სიკვდილზე, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში, ჯერ კიდევ ჩვენს მოკვდავ სხეულებში სიკვდილი მუშაობს და თუნდაც გარეგანი კაცი ჩვენი იხრწნებოდეს,
ჩვენი შინაგანი კაცი დღითიდღე ახლდება, ვინაიდან მოველით მარადიულ ხსნას ქრისტე იესოში, ვინც დავენერგეთ მას სიკვდილში, მასთან ერთად აღვდგებით კიდეც. რადგან ქრისტე აღდგა, მეგობრებო, ჭეშმარიტად აღდგა და ჩვენც აღგვადგენს მასთან ერთად. ეს არის ჩვენი იმედი, ეს არის ჩვენი რწმენა, ეს არის ჩვენი მომავალი, სამყარო განიკურნება, ქმრილება განიკურნება, ჩვენ ყველანი აღვდგებით, ქრისტეს შევეგებებით, მასთან ერთად ვიმეფებთ და ღმერთი იქნება. ეს საოცარი სიყვარულის ღმერთი იქნება, დასაწყისი და დასასრული ყოველივესი. ეს საოცარი ჩვენი მოსიყვარულე მამა იქნება ყველაფრის თავი და ბოლო. ის იმეფებს და ჩვენც ვიმეფებთ მასთან ერთად. ჩვენ გველოდება მარადიული სიცოცხლე, მარადიული მეფობა ჩვენს საყვარელ მამიკოსთან ერთად და მადლობა მას აი ამ უდიდესი საჩუქრისთვის, რომელიც აი ასე დაუმსახურებლად მადლით რწმენის მეშვეობით მივიღეთ. გილოცავთ, მეგობრებო, მიყვარხართ მთელი გულით, უფალმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული, მადლი და წყალობა გაგიმრავლდეთ. მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა სულ ახალ-ახალი გამარჯვებებით, ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობით და დამკვიდრებით, ახალ-ახალი აღთქმების დამკვიდრებით. ყველა ადამიანი, ვინც თქვენთვის ძვირფასია, ყველანი მოგეყვანოთ ქრისტესთან რწმენაში, ქრისტესთან ერთობაში. ყველა ადამიანი ყოფილიყოს თქვენი მეგზური ამ მარადიულ სიცოცხლეში, ვისთანაც შეხება გექნებათ. მოგცეთ აღდგომის ძალა ღმერთმა, რათა აი ამ აღდგომის ძალით ბრუკლინის ეკლესიამ, მისმა თითოეულმა წევრმა და მოახლოებულმა იმოქმედეს გარშემო მყოფ ყველა ადამიანში, მათი ცხოვრების ყველა სფეროში. იესო ქრისტეს სახელით. ამინ. დიდება ჩვენს უფალს, მეგობრებო.